საღამომშვიდობისა. საქმე იმაშია, რომ გაერო როგორც წესია, ასეთ რეკომენდაციებს ნაკლებად იძლევა. ასეთ რეკომენდაციებს იძლევა ევროკავშირი და ამერიკის ელჩი ჩვენს ქვეყანაში. ეს იშვიათი შემთხვევაა ხოლმე და როგორც ჩანს, გაერო შეაშფოთა ეხლა ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომ გარყვნილების პროპაგანდის სამკრძალავი კანონი უნდა შემოიღოს. აქედან გამომდინარეა ალბათ ესეთი რეკომენდაცია, რომელიც ახლა გამოიცა, რაც ძალიან აღმაშფოთებელია, ძალიან საშინელებაა. ეს ინფორმაციაც, რომელიც ამერიკაშია და თვითონ ამერიკელებმა გაავრცელეს, რომ 7%-ზე მეტია ასეთი და მათ შორის ყოველი მეხუთე აღმოჩნდა ისეთი, რომელიც მხარს უჭერს და მოწონს ეს გარემოება და უნდათ ესეთები იყვნენ. ასეთი სხვათა შორის აქ ძალიან ბევრი ისეთი ოჯახებია, მე მათთან ურთიერთობა მაქვს, სადაც ამბობენ, რომ სტუდენტის შვილები ყავთ და გარეთ გასვლის ეშინიათ. ორი ვარიანტია, ან ეს LGBT-ს უნდა გადაეჩეხოს ბავშვი, ან სადღაც ნარკოტიკებს უნდა შეეჩეხოს და ბავშვის ქუჩაში გასვლა უკვე საშიშო ხდება. ძალიან საშიში ტენდენცია და სხვათა შორის ალბათ ამას მიხვდა კიდეც ხელისუფლება და ამიტომ გახდა საჭირო და მოუვიდათ თავში აზრად ის, რომ ეს კანონი გარყვნილების ამკრძალავი რაღაცნაირად უნდა შემოიღოს და ეს უნდა ამაში ორი აზრი არ არსებობს. მე რეიტყვიან, არ გინდა ეზიარო დასავლურ კულტურას და ღირებულებებს, არ მინდა, ბატონო, თავი დამანებეთ. ჰომოფობი ხარ? დიახ, ჰომოფობი ვარ ჰომოფობი, ამას არ ვმალავ და არც არასოდეს არ დავმალავ. მე არ მინდა ასეთი არაფერი, ასეთი სიბინძური არ მინდა. ბავშვება ევროპაში ბევრი უკეთესია. რა იციან დღეს ბავშვებმა? რა იციან? ჰიუგო წაუკითხავთ? რამე იციან, რაც შეიძლება რომ ფასეული იყოს? რომელიმე ნაწარმოებზე დაგელაპარაკებიან არა. დღეს შეხედავთ ქუჩაში მოდიან შარვალ გამოწყეპილი ბიჭები, ისეთი ტანზე დგანან და ისე აქვთ გამობზეკილი უკანალი გაგიჟდები, რომ მიდის ხანდახან გოგო მგონია. თმა შეღებილი ისე საყურე უკნიდან ვერ წხვდები გოგოა თუ ბიჭი, გაუსწორდები და ანგელოზივით ბიჭია. ეს ხო საშინელება, არ მინდა მე ასეთი კულტურა და დიახ მე ჰომოფობი ვარ. არ მინდა რომ ამას უყურებდე, მე სადღაც სკვერში დავჯდები ყავის ჭიქითხელში და იქ რო ესეთები დავინახო. მაღიზიანებს, დიახაც მაღიზიანებს და სურვილი მაქვს რომ რაღაცნაირად შეურაცხყოფა მივაყენო. და გარდა ამისა მე ძალიან კარგად ვიცი რომ მათი უმრავლესობა არ არის ესეთი. მათი უმრავლესობა უბრალოდ მოსპეს იმიტომ რომ ფულია იქ დიდი. ვინც ამას ხადაგებს, არც ის არ არის ასეთი. ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც ამ ქვეყანაში შემოიღეს. შესაძლოა სადღაც არიან ესეთები. დიდია ის ქვეყანა და შეიძლება ბევრი იყოს ასეთი, მაგრამ აქ არ არიან ასეთები. აქ ყველა გარყვნეს და გააფუჭეს იმის გამო, რომ აქ ფულია. გარდა ამისა კანონია ისეთი, რომ დავუშვათ მოვიდა ჩემთან გაზეთში, სადღაც ტელევიზიაში. უნიჭოა, მაგრამ მუშაობის დაწყება უნდა ვეუბნები, უნიჭო ხარ, წადი აქედან და მე მსჯის სახელმწიფო ამის გამო, რომ მე დისკრიმინაციას ვახდენ ვითომ. აი ასეთი რაღაცებისთვის იბრალებს ბევრი. იბრალებს და ეს არის ყველაზე საშინელება. გარდა ამისა, ჩვენ იცით რა არის, ეს ასე არ ხდება. ეს მარტივი პროცესი არ არის. მე ძალიან კარგად ახლა ვიდრე გადაცემაში შემოვიდოდი, გამახსენდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილტის სიტყვები, რომელიც 2014 წელს თქვა და რაღაცა რაც გამახსენდა, ვინმემ რო არ თქვას, რომ მე თვითონ შევთხზე, რაც მახსოვდა ჩავწერე. მართლმადიდებლობა ისლამურ ფუნდამენტალიზმზე საშიშია. იგი წარმოადგენს მთავარ მუქარას დასავლური ცივილიზაციისათვის, რადგან ცდილობს ოჯახური ურთიერთობების რეგლამენტირებას და არ ცნობს გეებს და ტრანსგენდერებს. პუტინი ევროპას მართლმადიდებლურ კედელს უშენებს. აი სად არის ზაღლისთავი დამარხული. სწორედ ამაშია, სწორედ მართლმადიდებლობა უშლით მათ ხელს. ამიტომ არის ეკლესიაზე შეტევა, ამიტომ არის რომ დააკარგინებს ბავშვებს ყველაფერი წმინდის რწმენა. ყველაფერი. ბავშვი ახალგაზრდებისთვის სულ ერთი სიტყვა, სულ ერთი აკერიათ პირზე. სულ ერთია. აი ეს სულ ერთია ღუპავს ქვეყანას. ამისკენ მიდის ევროპა, ამისკენ მიილტვიან, რომ აი ამ დონეზე მოგვიყვანონ ჩვენ, ეს უძველესი ერი შვილები. და ეს არის ყველაზე საშინელება. არ შეიძლება ამ რეკომენდაციების შესრულება და კიდევ სულ მინდა უთხრა
იცით ჩემზე პატარები არიან ეხლა ხელისუფლებაში ვინც არიან ხელისუფლების წარმომადგენლები ნუ შეეშინდებათ გადაწყვეტილების მიღებას გამოვიდნენ სახელმწიფოებიდან გამომდინარე სახელმწიფოებრივად იაზროვნოთ ჩვენ სახელმწიფოს როგორც ჭირდება ისე გააკეთოთ სირცხვილია საქართველოში ასეთი ბიჭების სიარული სირცხვილია საქართველოში ბაიასნაირი პატარა იასნაირის ქალების სიარული მაგრამ რა გინდა რო ქნა ღირსების ორდენით რო დააჯილდოთ მე ბავშვს ვეღარ აუხსნი რატო არ ეკუთვნის მას ღირსების ორდენი ეს ძალიან ცუდი ფაქტია ძალიან ცუდი ფაქტებია და რაღაცნაირად ძალიან მაგრად უნდა დავდგეთ აი ამ ყველაფრის წინააღმდეგ